სოფელ კურსებში მეწყერი ჩამოწვა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, პროცესები გამთენის ხანს განვითარდა. საბედნიეროდ სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია და მოსახლეობამ დროულად მოასწრო სახლების დატოვება. სტიქიის შედეგად ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მინიმუმ 8 საცხოვრებელი სახლი დაინგრა. უახლესი ინფორმაციით ევაკუირებულია 45 ოჯახი. დაზარალებულთა ნაწილი დროებით სასტუმროებში ან სხვა უსაფრთხო ადგილებში გადაჰყავთ. მე მინდა ეს ამბავი, რომ დავბრუნდეთ ჩვენ სახლში ძალიან ძიმია, მაგრამ ახლა რასიზამ თავზებით ძალა არ არის. და ახლა რამდენი ხანი გაგვეჩერებენ არ ვიცით. ვერ გეტყვით და ისე თუ თქვეს რომ არ შეიძლება ცხოვრებოს, საწავიდეთ არ ვიცი. მე ახლა მეორე სახლს ვეღარ ავაშენებ. მე ავაშენებ ახლა 4 ფიცარს. ან ჩამაჯერენ და ან ჩავიდები თვითონ შიგნით. მეც ვერაფერს ვერ გავაკეთებ მეაც. ღამე მოვიდა მეზობელი და არ იქა, იქცევა ქვეყანაო და გამოვედით გარეთ და უკვე მასას დაწყებული ქონდა დაზვრა. გოჩალფაიძის გზამიდის სახლისკენ ზევით იქ და უკვე ბეტონის ზაგვიგია და უკვე აღრელი იყო გზები და გოჩალფაიძე ჩამოვიდა უკვე და იმის სახლი მთლიანად დაგრეულია, გასწორებულია. მიწასთან და ჩვენი სახლი ახლა როგორც მეუნებიან რკინიგზაზე იყვნენ ბიჭები გასულები მეორე მხარეს გამოკურსებს უძახიან მას. ჯერ დგას და რა მდგომარეობაა შიგნი არ ვიცით. 5-ის ნახევარზე დამიდეკა მეზობელმა. თო იქცევა ქვეყანა გამოდით გარეთო და თო გამოვედით გარეთ. ბიჭო ღამეში რაზეინახა, მაგრამ ხმაუდი ხო, ეს ხლიცი მოდის ზევიდან ყველაფერი თუ დაბემოდის. მე და გამოვედი, ჩამევიდა ის ახლა მეზობელი ჩემთან მეუღლე თვალისაკი მიყავს და თვითონ ჩამევიდა რაღაცა რაცხა წყალი დამანდევიო, წყალის რაღაც დავადევიებდი. ბასეინები წამოუღია სულ იმას მიწას. იყო აღარ იყო ის და მე იმაშენ დასაქვია ერთი მითხრა რომ საქონელი გამოუშვით უხავსო და გევიქეცი უცებ გოუშვი საქონელი ესე ვის გამევიყვანე ჭიშკარში ვის გამედია გადმოახტენ ზეთი თვითონაც ვღავოდე მოგლეთ სასწაულად ალბათ გზომეს აყდები იგენი ის ერთ შარვალი გამევიტანე მოასწარე უცებ რომ გამომეტანა შარვალი და გახსნილი ასე ხელი ჩაგივა მიწა აქეთაც იქითაც სახლის გარშემო და მოსახლეობას უჭირს მეწყერის შესაძლო მიზეზებზე საუბარი. ისინი ვერ გამოყოფენ ვერანაირ წინაპირობას, რასაც შეძლო მსგავსი მასშტაბის სტიქიური კატასტროფა გამოეწვია. როგორც მეგატივთან ნინო გეგელაშვილი ერთ-ერთი დაზარალებული ოჯახის ახლობელი განმარტავს, სახლში ბზარები 10 დღით ადრე შენიშნეს, თუმცა საქმეზე მუკვლევის დაწყება პროცედურულმა წარმოებამ გაართულა. ნახეთ 10 დღის წინ დაახლოებით ჩვენი სახლი, აი ცენტრალური გზიდან დაახლოებით კილომეტრშია სიმაღლეზე, დაახლოებით 900 მეტრი სიმაღლეში რო ავიდეს. აი საერთოდ დაიძრახა ის მიწა, ფაქტიურად ჩვენ სახლს მისცა პირველი ნიშანი. დაიბზარა კედლები, სახლის კედლები. შესაბამისად 10 დღის წინ შენიშნათ პირველი. კი, 10 დღის წინ შენიშნეთ პირველი ნიშნები ჩვენ სახლზე ვიძახით. თუმცა გარშემო აი სამეზობლოში იქ ნათესავის სახლია ქვემოთ, ჩვენს გვერდზე კიდე სადაც ამ წუთას არ ცხოვრობდნენ, მაგრამ ისე სახლი გუშინ იმ დღეებში აკეთებთ, ისე ცხოვრებით არიან კი იქ. უბრალოდ იქ არაფერი არ იყო ამის შესახებ. და მე რადგანაც ეს ბზარები ძალიან თვალშისაცემი იყო, ეს მცირეწლოვანი ბავშვები გამოვიყვანეთ, ახ ქუთაისში წამოვიყვანეთ. დარჩა დედა და მამა და დედა საოპერაციო იყო, ახლა კლინიკაში ყავს მოთავსებული და ამა კიდე გადმოყვანა უფრო დავაჩქარეთ, იმიტომ რომ უნდა დაგვეწვიდა კლინიკაში, ახლა დღეს გაიკეთა ოპერაცია. მამა იქ იყო. და დაახლოებით დღეს 4-5 საათისკენ იყო სასწაული, ან მეზობლი გვერდზე მდგომი სახლი მთლიანად დაინგრა. უბრალოდ გადარჩენ იქ არ იყო არავინ. და სასწაული მოძრაობა დაიწყო მიწან, აი ეს არის 1000 წლოვანი სოფელი, აი რა მოხდა არ შეიძლება ამას ლაპარაკი რა ამას პროფესიონალები იყვნენ ალბათ. რის გამო მოხდა ამ ხელა მიწის მასების დაძვრა უბრალოდ წარმოუდგენელია. ფაქტიურად ჩვენი ეზო, რომელიც დაახლოებით 7000 კვადრატული მეტრია, მთელი ეზოა დაბზარული. და ხეთქები უზარმაზარი. ეს რაც ახლა უბრალოდ თვალით ვნახე. მე ხა იმის მერე რაც ეს გახმაურდა უკვე აღარ გვიშვებენ იქ. ასლა სამანქანო გზა აღარ არის, ფეხითაც ვეღარ გადაადგილდები, ნუ არაფერი აღარ არის ფაქტიურად.
ანუ თქვენ ახსენეთ რომ 10 დღის წინ შენიშნეთ ეს ხო არ მიგიმართავს თქვათ მერიისთვის ხო არ გიწევთ გამგეობაში მივმართეთ უბრალოდ ნახეთ რა ფორმალობა იყო განცხადება ტყიბულში რომ წაგვეღო რომ სახლს დიდი ბზარები აქვს თქო მამას არ ქონდა ჩაწერა ხვდებით ანუ იურიდიულად ცხოვრობდნენ თუ როგორ არის ფიზიკურად ცხოვრობდნენ და იურიდიულ მისამართად არ ფიქსირებოდა და მამას სახელზე არის ეს საცხოვრისი თუმცა თვითონ არ იყო ჩაწერილი და გავაკეთეთ ეს ჩაწერა მამამ გააკეთა კი და ამის გამო ის ამდენიმე დღე ამას ვერავინ ვერ იფიქსებდა რომ ეს 60 დღეში ამდენა ხელა რაღაცებს გამოიწვევდა იმიტომ ჩვენ ვფიქრობთ რომ მარტო ჩვენს ტერიტორიაზე ხდება თქო იმიტომ ჩვენ ცხოვრობთ ტყესთან ახლოს ცხოვრობთ და ვფიქრობთ რომ რაღაცა ალბათ ესაა მეწყრული ზონა და ასე ამას მოვიაზრებდით მხოლოდ ძმას იქ მეურნეობა ქონდა ქათმის ფერმა ქონდა რომელიც კაპიტალურად აშენებული იყო ფრინველები ყველაფერი არც უფიქრია რომ დაეცალა იმიტომ რომ ვერც იფიქრებდა ასეთ რამეს და როავიდა დღეს აბსოლუტურად ჩამარხულია ეს ყველაფერი თავის ფრინველებით ცხოველებით და ყველაფერი ადამიანების სიცოცხლე იმიტომ არ შეიწირა ესე ვფიქრობ მადლობა უფალსო ნელ-ნელა დაიძრა ეს ყველაფერი ანუ ვებით პროცესი დღესაც ალბათ დილას რაც დაიწყო ისიც მაინც ნელა წავიდა და რაღაცნაირად ერთმანეთს გააგებინეს ამის შესახებ მეწყრული ზონა ჩვენ რასაც მოვიაზრებდით და ტყის პირას ვიყავით და ღელე ჩაედინება იმას მოვიაზრებდით მეწყერმა საერთოდ მიმართულება იყო გადაჭრა სოფელი შუაზე დიაგონალზე გაჭრა სოფელი აი თავიდან საუბარი იყო რომ ვთქვათ 5 სახლია დანგრეული და კი 5 სახლი კი დანგრეული 5 მაგრამ მე ვფიქრობ ეგ საცხოვრისად ყველა უარგისი იქნება იმიტომ რომ აი არავინ იქ დინამიური პროცესი ნიშნავს იმას რომ მეწყერი მოქმედებაში ახლაც ამათ ხოგებდეთ პროფესიონალები ისაუბრებენ სამანქანო გზა ანუ არაფერი აღარ არის ზარალის ახლა ეს როგორ მოხდება პროცედურა ალბათ ანუ საიდან დაიწყება აღწერა ასე შემდეგ ეს ახლა სამწუხაროდ არ ვიცი იმედია რაღაცნაირად ამ ადამიანებს მიეხედავ, იმიტომ რომ ის ადგილები მე ვფიქრ, ჩემი პირადი აზრით საცხოვრებლად საერთოდ აღარ ივარგეს არავისთვის. ადამიანებს ახლა ჩვენთვის ის მილიონი ღირს და სიტყვაზე მილიონად არავის შეაფასებს, მაგრამ მე რომ სიტყვაზე მოხუცი მშობლები მყავს იქ და ცხოვრობდნენ, ხო, ანუ ახლა ასეთ ასაკში რაღაცის თავიდან დაწყება არ არის მარტივი მოგეხსენებათ და რა ვიცი, აბა უზარმაზარი მიწის მასა არის მოწყვეტილი და ეს მიწის მასა მოძრაობს ყოველ წუთიერად, ასე ვთქვათ რა. ეხლა დილით რა კადრებიც გაავრცელეს ტელეკომპანიებმა, რომ რამოდენიმე სახლი იყო დანგრეული, კიდე რამოდენიმე სახლი დაინგრა, მათ შორის ჩემ მეზობლად რა, უშუალოდ ბეროძეების უბანში ვცხოვრობ მე. ანუ გზასთან ახლოს, ცენტრალურ გზასთან ახლოს. ეს ისა რა ქვია მიწის მასა არის დაძრული გოგოლაშვილების უბნიდან 1 კილომეტრი ნახევარი მაინც იქნება ჩემი სახლიდან უშუალოდ ეპიცენტრამდე ესე აი პირდაპირ რო ავიღოთ რა ორიენტირი ძალიან დიდი მასა არის მოწყვეტილი რა ხო და მოკლედ საფრთხის ქვეშ არის სასაფლაოს ტერიტორია ჩვენი უბნის ანუ გვარების ბეროძეების ალფაიძეების გოგოლაშვილების იქაც მიწა არის გახეთქილი და შეიძლება მოხდეს ესეთი უბედურება რომ ეს სასაფლაოდ დაიძრას და წამოიღოს რამოდენიმე სახლი ჩემი მეგობრების მათ შორის და ნაცნობების არის დანგრეული უკვე ჩვენთან უშუალოდ ჩვენთან უბანში გადაკეტილია რა თავიდან ბოლომდე ისა რა ქვია ვერ შედის მაცხოვრებლები, იმიტომ რომ სახიფათოა რა იქ შესვლა უკვე ისეთი ის არის სიტუაცია, რომ ყოველ წუთს შეიძლება რაღაცა ისეთი უბედურება მოხდეს, მაგრამ ყველაზე პრობლემური ჩემი აზრით რა არის, რომ ცენტრალური გზაც უკვე გახეთქილი არის დაბლა. აი რომ წარმოიდგინოთ ეს ეპიცენტრიდან გზა არის საკმაოდ დიდი მანძილია ერთმანეთში რა, ანუ დიდ მასაზე არის საუბარი რა, ამის შეკავება ესე ხელოვნურად არის გამორიცხული რა. არ არსებული არის რომ რაიმე მეთოდით ვინმემ შეაკავოს ეს მასა რაც დაიძრა და რაც წამოვიდა, ну სადამდედაც წამოვა და გაჩერდება თავისთვის ეგ არის, მაგრამ ну ფაქტიურად უკვე ისე გამოვიდა რომ ჩვენი გვარი რომელიც მაგ ადგილას ცხოვრობდა არ ვიცი საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ალბათ მე-5 ან მე-6 თაობა ვიქნებით ვინც მაგ უბანში დავიბადეთ, სოფელში გავიზარდეთ და განათლებაც მანდ მივიღეთ ფაქტიურად ყველანაირი კავშირი უკვე ისე გამოვიდა ამ სტიქიიდან გამომდინარე რომ წაიშალა რა და წაიშლება, იმიტომ რომ იქ ცხოვრება უკვე
არის ძალიან დიდი რისკის შემცველი და შეუძლებელიც, იმიტომ რომ დაინგრა სახლები, ჩემი სახლიც ეხა წეღან იყო ჩემი ძმა ასული სამაშველოსთან ერთად, ჩემი მეზობლის სახლი 20-30 ჩაინგრა საერთოდ და ჩვენთანაც უკვე სახლის გვერდით რა დაახლოებით 15 მეტრში ეროზია გაიკეთა ნიადაგმა და საათების ამბავი არის რა ალბათ რომ ჩვენი სახლიც დიდი ალბათობით დაინგრევა რა და რა ვიცი ალბათ დასრულდება თან ჩვენი ურთიერთობა სოფელ კურსებთან და ისტორიას არ ახსოვს ჩემი აზრით ალბათ იმერეთსაც არ ახსოვს იმ ხელა მასშტაბზე არის საუბარი რა წარმოდგენით რომ წარმოიდგინოთ აი ფაქტიურად 3 გვარი ამ სოფელში აზრი აღარ აქვს რა იმ ადგილას ვერავინ ვეღარ დასახლდება ალბათ ვერასდროს რა მთელი სამსახურები არის მობილიზებული სამაშველოც გეოლოგიურიც სამხარეოც მოკლედ რა ვინც შეიძლება რომ ამ დროს გამოძახებული იქნას უშუალოდ ეპიცენტრის ადგილას ყველანი იქ არიან სხვათა შორის ერთი მინდა აღვნიშნო რომ ძალიან ისე ყურადღებას აქცევენ მოსახლეობას რა რომ უკვე სასტუმროებში გადახიზნეს ჯერ იყო და დილით გაიყვანეს სკოლის ტერიტორიაზე ასე ვთქვათ უსაფრთხო ადგილი მოინახა და სკოლის ტერიტორიაზე განათავსეს და უკვე გადაყვანილები არიან იმაზე რა ქვია სასტუმროებში არიან გადანაწილებულები რა თვითონ ანუ ჩვენ უბანში არ გვიშვებენ უსაფრთხო არ არის რა ეხა იქ შესვლა სიმართლე გითხრათ და მაგიტო ვერაფრის გამოტანა ვერ შეძლეს სახლიდან ანუ აქ არ არის საუბარი რაღაც ელემენტარულ პირადი ჰიგიენის ნივთებზე ტანსაცმელზე არის და რაღაც საბუთებზე რაც ოჯახში ინახებოდა რა ანუ ახლა ავეჯზე და ესეთ რაღაცაზე საერთოდ ზედმეტია საუბარი არც განიხილება აი ვერაფრის გამოტანა ვერ შევძელით ისე არიან გამოსულები და ესა რა ქვია მოკლედ არ ვიცი ველოდებით რა რომ ალბათ დაინგრევა და ნუ როცა შესაძლებელი იქნება იქნებ მე ნანგრევებიდან რაღაცა ამოვიტანოთ რა სიმართლე გითხრათ ერთს ვიტყვი კიდე რომ აქ რაღაცა იქ Facebook-ზე ვრცელდება თითქოს რაღაცა ხეების გაჭრა რა არაფერი მსგავსი ჩვენთან სოფელში არ ყოფილა ეს ხელოვნური ჩარევით წარმოქმნილი პროცესი არანაირად არ არის აი ამას ვიტყვი იმიტომ რომ იქ არაფერი არ ხდებოდა საერთოდ არც ბურღვა არც აფეთქება არც ხეების ჭრა და მსგავსი რაღაცები ეს არის წმინდა წყლის ბუნებრივი პროცესი, რომელიც წლების განმავლობაში ალბათ რაღაცა მოხდა იქ გრუნტის წყლებმა და ასუსტა რა ეს ნიადაგი და ნუ ხელა მასა არის წამოსული, რომ ვერ აგიხსნით, ვერ აგიღწევთ რა, აი რაღაცა ფილმში მგონია ჩემი თავი, ხა რაღაც კადრებს როცა მიგზავნიან და მაჩვენებენ რა. არანაირი რომ აი ასეთი მსგავსი მასშტაბის რაღაცა შეიძლება მომხდარიყო, საერთოდ არანაირი წინაპირობა, პრეისტორია ამ ყველაფერს არ ქონია. ეხა მე რასაც ვაკვირდებოდი, უბრალოდ ნუ რაღაცა ადგილ შეინიშნებოდა ეროზიის კვალი ნიადაგზე, რომელიც მახსოვს რომ ჩემ ბავშვობაშიც იყო რა პირობითად, მაგრამ ნუ იყო რაღაცა მცირე ისეთი რა ქვია პრობლემური მონაკვეთები, რომელიც ეხა მე მანდ დავადებული და გაზრდილი ვარ, ჩემ ბავშვობაშიც არსებობდა, მაგრამ თუ ამ ხელა მასშტაბზე იქნებოდა საუბარი, ამის მომასწავებელი უბრალოდ აი არაფერი ისეთი არ ყოფილა რა, რომ აი შეიძლებოდა ამ ხელა მიწის მასა მოწყვეტილიყო და წამოსულიყო რა. შვართ რა ყველანი რომ ვერც ვიაზრებთ რა ხდება საერთოდ, აი გულწრფელად გეტყვით რა, ეხა ამდენი მან დავიბადე, მან გავიზარდე, საშუალო მან დავამთავრე. მამა ახალი გარდაცვლილი მყავს რა, 40 ახალი გასულია და სასაფლაო სადაც დაუკრძალეთ, იქაც პრობლემური ადგილებია და არ ვიცი საერთოდ რა იქნება რა, მოწყდება ის მიწა, არ მოწყდება, შევძლებთ რომ ამოვასვენოთ, სადმე სხვაგან გადავასვენოთ, თუ აი რაირად განვითარდება მოვლენები, ჯერ კიდე რაღაცნაირად ესე კითხვის ნიშნის ქვეშ არის ყველაფერი რა. იქაც ძალიან ისე არის უკვე მიწა გახეთქილი და გაბზარული, რომ არ არის გამორიცხული, რომ ის სასაფლაოს ნაწილი საერთოდ ჩამოიშალოს რა და იმედი მაქვს, რომ შევძლებთ რა მოსახლეობა და მოვასწრებთ იმას, რომ ნუ არ ვიცი, ხა ან სხვაგან გადავასვენოთ ჩვენი მიცვალებულები რა. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში აი ხო გეუბნებით იქ მისვლა და ასვლა და რაღაცა არ არის უსაფრთხო რა, მართლა არ არის და საერთოდ ისე არის დაგლეჯილი არის ყველაფერი რა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით მეხანძრე მაშველები და შესაბამისი ტექნიკა აქტიურ რეჟიმში მუშაობენ. პარალელურად მოსახლეობას მოუწოდებენ თავი შეიკავონ გადაადგილებისაგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი სამსახურების მითითებებს.
შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი მოწამეთა ტყიბული ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-6 კილომეტრზე განვითარებული მეწყრული პროცესების გამო დაზიანებულია საავტომობილო გზის სავალი ნაწილი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სოფელ მაღაროს გავლით, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით. შეიქმნა საგანგებო შტაბი, ყველა უწყება ჩართული არის პროცესებში. ასევე გადაიკეტა ქუთაისის და ქუთაისის ტყიბულის დამაკავშირებელი გზა და ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის არის აკრძალული. იქ ამჯერად იმყოფებიან ეპიცენტრის ზონაში გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ხდება სიღრმისეული შესწავლა როგორც გამომწვევი მიზეზების, ისე მოსალოდნელი საშიშროების და როგორც კი ისინი დაბრუნდებიან, შექმნილი არის სოფელ ყურსებში შტაბი, სადაც ჩართული არის სახელმწიფო ყველა სტრუქტურა, აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა უკვე გრძელვადიან პერსპექტივაში დავისახოთ სამოქმედო გეგმა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით გეოლოგების 3 ჯგუფი უკვე მუშაობს ადგილზე, რათა შეფასდეს მეწყრული პროცესების მასშტაბი და შესაძლო საფრთხეები. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ცნობით ტყიბულის მუნიციპალიტეტში 2024 წელს დათვალიერებული და ვიზუალურად შეფასებული იქნა ტყიბულის მუნიციპალიტეტის 38 დასახლებული პუნქტი, მათ შორის სოფელი ყურსებიც. როგორც ბიულეტენშია აღნიშნული, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საშიში გეოლოგიური პროცესებიდან ყველაზე ფართოდ გავრცელებულია მეწყერი, ხოლო იშვიათად ქვათაცვენები.